მოგესალმები ჩემო კარგებო, გილოცავთ ხარებას ჩემო საყვარლო დანონდაზმანო. მე პატარა ჩართვა მაქვს თქვენთან. შეუძლებელია რომ ეს არ მეთქვა ამას წინას თუ უყურე და მე ამ ვიდეოს დაგიდებთ ჩემი საუბრის მერე, როდესაც ძალიან მაღალ განვითარებული ევროკომისარი ქალბატონი გამოდის და მოსახლეობას უხსნის თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი ბირთვული ომის დროს, ანუ ბირთვული იარაღით შეტევის დროს ამა თუ იმ ქვეყანაზე. ის გვამცნობს ღიმილით, რომ ჩანთაში ახლა მიდევსო, ამოიღო აი ამ ხელა ზონის რადიო, ამოიღო მობილური ტელეფონი, ამოიღო ფანარი, ასე ვთქვათ და წყალი. და მე გვთავაზობს, როგორც კი დაიწყება შემოვიდეთ სახლში, უნდა დავგვანოთ კარებები, უნდა ამოქოლოთ დარაბები და შევძვრეთ როგორც მინიმუმ საწოლის ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ჩემი გაოგნება გამოიწვია შემდეგმა რამემ. ეჭვი მქონდა, მაგრამ ეგეთ დონეზე უკვე ნამეტანია. როდესაც მსგავსი პათეტიკური შემოთავაზებები და დამოძღვრები იდება, როგორც ასეთი ეს არის დაფუძნებული კვლევებზე, ფსიქოსომატურ კვლევებზე. ანუ თუ ამ ქალბატონს არ ექნებოდა ფსიქოსომატური კვლევა მინიმუმ 8 მილიარდიანი სამყაროს ნახევარზე მეტისა, ანუ თუ მას არ ექნებოდა ამ ადამიანთა საშუალო IQ-ს დონე და მონაცემები, ის ვერ დადებდა მსგავს, ანუ რაც ალხანა ეს ჩალხანა. ქალბატონმა ევროკომისარმა დადო ის ინფორმაცია, ის საწოვარა, რომელიც იყო განკუთვნილი სწორედ იმ ადამიანთა ყურებისთვის, რომელთა განვითარება სადგურდებოდა და ბაზირდებოდა ზუსტად აი ამ დონეზე, არც მეტი, არც ნაკლები. ანუ ის რომ ვაიმე რა კარგია და გადავრჩები ბირთვული შეტევისა შეძვრები ლოგინის ქვეშ, დავლევ წყალს, მივაყოლებ კომპოტს, ამოგვანავ დარაბებს და ჩავთავ რადიოს, რომ რამე რადიო საჭირო ყოფილა თუმცა იმიტომ რომ არ გამოგეპაროს რამე ინფორმაციები. რომ ეს ქმედებები მე გადამარჩენს, ეს არ არის ხუმრობა. არ არის ფეიკი, არ არის კომედიური არხის ანცობა და ჩართვა. ეს არის სრულიად რეალური მონაცემების საფუძველზე წარმოთქმული აი ეს აბსოლუტური ამაზრზენი სიცრუე და სისულელე. მან შესანიშნავად იცის რა არის ბირთვული ომი. შესანიშნავად იცის რომ პირველ 48 საათში ბირთვული შეტევის დროს ადამიანთა მოსახლეობის 40%-ის ფიზიკურად ისპობა და უკვე მერე ხდება ძალიან მძიმე რაღაცები, რაც ქვია რადიაციული ფონი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მწუხარ, მაგრამ სამწუხაროდ იმ ადამიანებს ისა ჩვენი ბედიღბლის განკარგვის უფლება აქვს მიცემული ძალიან დაბალი დონის ცხოველებად ყავს მიჩნეული ზოგადად მოსახლეობა.